ყურადღება. თქვენ ახლა ხედავთ უნიკალურ კადრებს. კომპოზიტორი გოგი ცაბაძე გორში შეკრებილ თაყვანისმცემლებს ხვდება. ეს მისი შემოქმედებითი საღამოა. რა სიმბოლურია? აქ არის ყველა. ოჯახის უკრებლივ ყველა წევრი. აქ არიან მეგობრები. ისინი, ვისთვისაც თბილისის ტრუბადური ქმნიდა ქალაქურ ჰანგებს და ისინიც, ვინც მხოლოდ მისთვის რითმავდნენ სტრიქონებს. გოგი ცაბაძე იმღერებს გეთის სიმღერას. გულზე მოიკიდებს ხელს, ადგება და წავა. $1986 წლის გვიანი შემოდგომა. უკვე 2 წელია, რაც საქართველოს სახალხო არტისტს, კომპოზიტორს გოგი ცაბაძეს დაბადებიდან 60 წელი შეუსრულდა. საიუბილეო თარიღი იშვიათი გამონაკლისის გარდა ქვეყნის ყველა დიდ ქალაქში აღინიშნა. გორში შეხვედრა რამდენჯერმე გადაიდო. ჩვენ ალბათ ასულები ვიყავით ორე და ვიღაცები არ იყვნენ თბილისში. და გადაწყვიტა გადაედო ცოტა. დაინიშნა რიცხვი 30 ნოემბერი. საათის ისრები ნაშვა დღეს ითვლიან. გოგი ცაბაძე გორში დაგეგმილი შეხვედრისთვის ემზადება. გიორგი ერისთავის სახელობის დრამატულ თეატრში კომპოზიტორს საღამოს 7 საათზე ელიან. მე მთხოვა შენ ადრე ჩადიო თეატრში უნდა ჩატარებული. და შეხედე იქნება რამე იქ ისეთი გასაკეთებელეო და მე ჩამოვედი ადრე. იაკობ ნიკოლაძის ქუჩა ნომერი 6. კომპოზიტორი მეუღლესთან ერთად დინჯი ნაბიჯებით სადარბაზოს კიბეებზე დაეშვადა ავტომობილში. ძღოლის გვერდით განთავსდა. გორისკენ მიმავალ გზაზე გოგი ცაბაძემ საქართველოს სახალხო არტისტი, მომღერალი ნანი ბრეგვაძე დაიმგზავრა. გოგი მითხრა შენ არი ნერვიულო, მე და თამერიკო, ესე იგი მისი მეუღლე, გამოგივლით და წავალთ. მე მართალი გითხრათ, არ მახსოვს, მე მარტო მე და თამერიკო ვიჯექით მანქანაში თუ კიდე ვიღაცა, ეს ნამდვილად არ მახსოვს. არც ზუსტად მახსოვს რაზე იყო ლაპარაკი, მაგრამ მე ვფიქრობ და ალბათ ესეც იყო, ჩვენ ლაპარაკობდით შემოქმედებაზე. სასაუბრო ბევრი იყო და საამისოდ დროც საკმარისი. გოგი ცაბაძე წუთისოფელს 1924 წლის 24 აგვისტოს მოევლინა. შეძლებული ოჯახი 30-იანი წლების რეპრესიებს ემსხვერპლა. მამა გაბრიელი დახვრიტეს. ოჯახის ქონება კონფისკაციას დაექვემდებარა. გოგი ცაბაძე დედასთან იზრდებოდა. მეორე მსოფლიო ომმა უფროსი დედმამიშვილები შეიწირა. გოგი ცაბაძემ არჩევანი ადრეულ ასაკში გააკეთა. პატარა ბიჭუნა ფეხბურთელობაზე ოცნებობდა. იმხანად მოძრავ ტრამვაიზე შეხტომა თბილისელ ბიჭებს ჩვევად ექცათ. გოგი ცაბაძისთვის გართობა მარცხით დასრულდა. გაქანებულ ტრამვაიზე შეხტომის მცდელობისას კონდუქტორმა ხელი კრა. ბიჭუნას მარცხენა ფეხი ბორბლებში მოექცა. ყმაწვილს პიანინო შეუძინეს. ასე შეეხო გოგი ცაბაძე პირველად კლავიშებს. ახალი გატაცება ცხოვრების განუყრელ მეგობრად იქცა. მუსიკალური ხუთწლედი ვადაზე ადრე დაასრულა და სწავლა ცნობილი კომპოზიტორის იონა ტუსკიას ხელმძღვანელობით კონსერვატორიაში განაგრძო. სწავლის პარალელურად მუშაობა დაიწყო. საესტრადო სცენაზე ავიდა. კონსერვატორიაში სასიარულო და მეცადინეობისათვის დრო სულ უფრო ცოტა რჩებოდა. კომპოზიტორმა სწავლაზე დროებით უარი თქვა და კონსერვატორიაში შემოსავლიანი სამსახური არჩია. გოგი ცაბაძემ კონსერვატორია მოგვიანებით, მეუღლის დაჟინებული მოთხოვნით 32 წლის ასაკში დაამთავრა. იმხანად კომპოზიტორს ქართული სიმღერის მოყვარულები უკვე კარგად იცნობდნენ. 1946-1975 წლებში ის ფილარმონიის საესტრადო განყოფილებას ხელმძღვანელობდა. ამავე პერიოდში იქმნება ანსამბლები ორერა და დიელო, რომელთა რეპერტუარზეც თავად ზრუნავდა. 50-იანი წლებიდან გოგი ცაბაძე აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს რადიო კომიტეტთან. დღეს რადიო მსმენელები ისმენენ კომპოზიტორ ცაბაძის ახალ სიმღერას თუ ვიპოვნე. Vela favilțele salămevi, isinit
სიმღერას ასრულებს საქართველოს რადიოს სოლისტი ლილი გეგელია. მოგვიანებით კომპოზიტორ ბიძინა კვერნაძესთან ერთად იყო საქართველოს ტელევიზიის სამხატვრო საბჭოს წევრი. გოგი ცაბაძის შემოქმედება ძირითადად პეტრე გრუზინსკისა და მორის ფოცხიშვილის პოეზიას უკავშირდება. ისინი ხშირად ერთად უხამებდნენ პოეტურ სტრიქონებს მუსიკალურ ჰანგებს. ეს ურთიერთობა შემოქმედებას გასცდა. ისინი მეგობრობდნენ. თბილისში რო ჩატარდა კონცერტი, მამაჩემმა ყველა გაისტუმრა, მომღერლების, სტუმრების დაემშვიდობა სულ ყველას. რა თქმა უნდა უთხრა რომ რაღაცა კვირას თუ რაღაცა იქით კვირას რაღაცა დანიშნეს ალბათ თარიღი აღსანიშნავი ამ საიუბილეოდ. მაგრამ იმ დღეს იმ საღამოს წავიდა და მორისთან ერთად იჯდა მთელი საღამო. ტელეფონი რო რეკავდა. რო არ ეთქვა კიდევაც რომ მორისია ხმა ეცვლებოდა ხოლმე რაღაცა მორის სხვა ხმით ელაპარაკებოდა. გოგი ცაბაძე 5-ზე მეტი ოპერეტისა და 500-მდე სიმღერის ავტორია. უმრავლესობას თავისი ისტორია აქვს, თუმცა მათ შორის არის ერთი გამორჩეული ბალადა. ჩვენ თვითონაც არ გვესმოდა რას ვაკეთებდით. ბალადა გაკეთდა, ბალადა. მე მეგობართან ვიყავი სანახავად სამონტყოფოში და 2 ადგილიანი ის იყო ბალადა და მეორეზე იწვა ძალიან მოხუცი ლამაზი კაცი. შუმა თავისთვის. ხილი რომ მეუტანე, ამასაც დაუდე რა. და შევატყვე რომ ვერ ამცნობს მე. და მე დავანებე თავი და დაუჯექ ველაპარაკე რომ მივიდოდი დამიზახა. ამანამდე ეკებს კითხე რა აწუხებს მეთქი ამ კაცს. არაფერი ძალიან ფებერიაო და სიბერით ხდებაო. ხო და მე დამიზახა და იციო მითხრა. მის სახთან რო ჩავივლიდი ჩემი მტრედი ფანჯრიდან მიყურებდაო. ვერ გავიგეთ რა სამოს ნო. ხო და მორისას მოუყევი მე ვუთხარი. ბიჭო შეიძლება მე ფაიტონე იყო მითხრა. და ავაწყეთ შეიძლება მე ფაიტონე იყო მე ავტომობილები გამოჩნდა ფაიტონი აღარ არის საჭირო მე ამან გადაწყვიტა წასვლა ცხოვრები და რაღაცა ქალი მოწონდა ფანჯრად იყო. დაიბადა ბალადა. თბილისი ისევ მიგონებს ნისლივით ჩნდება დარდი ერდროს პირველი მე ფაიტონე ქუჩაში ფეხით დადის ცნობის ფურცელი სერიამების დასტა ვიღაცა შეშამოუპარია ვერის უბანში მოუპარია თუ დაიჭირეს ბასტა ეს ვერისუბნის მელოდიებია. გოგი ცაბაძის უკვდავი ჰანგები, გაჟღერებისთანავე რომ აიტაცა მსმენელმა. ცხინვალე მუსიკა დაწერა ვერისუბნის მელოდიებში. ისე ბუნებრივად ჟღერს ეს, ისე კარგად თითქოს დიდი შრომაც კი არ დაუხარჯავს ამას. სინამდვილეში საოცრად შრომელი და საოცრად მომთხოვნი პიროვნება იყო როგორც მუსიკოსი. შეუდარებელი ნიჭის კაცი იყო. ლაღი და თავისუფალი იყო კომპოზიტორის ურთიერთობა შემსრულებლებთან. მეგობრობდა, პარტიტურას ორკესტრთან და გუნდთან ერთად არჩევდა. გოგის მედმა გაუღვიმა რომ მას ჰქონდა საშუალება თანამშრომლობა ისეთ მომღერლებთან როგორც იყვნენ მერი შილდენი, ნანი ბრეგვაძე, ბუბა კიკაბიძე, ანსამბლები დიელო, ორერა და მრავალი სხვა. მაგრამ მე უნდა ვთქვა რომ ამ შემსრულებლებსაც გაუღვიმათ მედმა რომ მათ ჰქონდათ კონტაქტი თავის თანამოაზრესთან. შესანიშნავი ნიჭის მქონე კომპოზიტორთან გოგი ცაბაძესთან. კომპოზიტორი საკუთარ სიმღერებს თავადაც მღეროდა და გულწრფელი, ემოციური შესრულებით მსმენელს აღაფრთოვანებდა. სხვათა შორის რაც კი ნამღერი აქვს, სულ შემთხვევით არის ჩაწერილი. შემთხვევით როგორ? შემთხვევითობებზეა აგებული. აი პირველი სიმღერა რომელიც ჩაწერა თვითონ და რაღაცა მე ფიფიტაც გამოიცა, იყო ვაი ვეღარ ვხედავ მზეს.
რომელიც დაუწერა ბუბა კიკაბიძეს და ბუბა იყო არ დაიდარდოს იღებდნენ მაშინ. და იყო მოსკოვში. და ძალიან უნდა ამ სიმღერას და აიღო და თვითონ ჩაწერა ორ ერასთან ერთად. Kucha kucha abuble Karitetrad penta Megobaro ham gustu vergauge Arast gauge puneta Vai vegar khedamzes Rotsashen საერთოდ თვითონ ფანტასტიკურად მღეროდა. მე რომ მეკითხებიან ხოლმე რომ აი რომელი შემსრულებელი მოგწონს და ხა მე ყველა მისი სიმღერა მისივე შესრულებით მაქვს მოსმენილი, ასე რომ მეორე ადგილები შემიძლია ჩამოვთვალო, მაგრამ პირველს ვერავის მივაკუთვნებ, იმიტომ რომ ნუ ფაქტიც არის ხო, ხა რა სიმღერებიც დარჩა მისი ნამღერი, ხვდებით რომ მართლაც საოცრად მღერის. კომპოზიტორი შთაგონების წყარო თბილისი იყო. ასეთ შეარქვეს. თბილისზე მომღერალი კომპოზიტორი. შენი გულის ზღერა მესმის დაწმინდაზე შენთან ერთად მაღლდები ვიცირაზე ჩურჩულებენ შენი თბილის სახლები შენი ძველი ქუჩები და შენი ედემ ბაღები შენი სეთი ლამაზი ხარ ავთვალს არ ენახვები ჩვენო თბილის ქალაქო თბილისში დავიბადე ხობოლის ქუჩაზე თბილისში გავიზარდე ამობანში დავასკაცდი ყველა უბანი აწყებული დიდუბე ახალოთა ჯოგორეთი სვანეთის უბანი ვაკე საბურთალო ძალიან ბევრი უბნებია თბილის და ყველა ერთი მეორეზე არ შეიძლება თბილისში ცხოვრებდე ეს ლამაზი ქალაქი არ გიყვარს მშობლიური ქალაქის სიყვარული დაუფასდა. კომპოზიტორი თბილისის საპატიო მოქალაქედ აირჩიეს. იცი როგორ გაჩნდი ქვეყნად კარგად ვიცი რა ქარცეთში გივლია ისიც ვიცი ჯვარზე გაკრულს რომ არ დაგიჩივლია და ჩემს ეუბნება მას მაძლევენო საპატიო თბილისელის წოდებასო მე ილიკო სუხიშვილს და ნინო რამიშვილს ანა კალანდაძეს ანა ოლექსამბობსო ილიკო და ეს ცეკვავენო ხო და მე რა უნდა ვქნაო და შემოთხე შენ რა უნდა ქნაო და იმღერო ხო რა ვიმღერო და მერე ნანი ბრეგვაძე მღერო და 2 წლით თუ 3 წლით ადრე დაიწერა ჩვენო თბილის ქალაქო სანამ მამაჩემი ჩაწერდა თითქოს რაღაცა იმ სიმღერამ ძალიან ესე ჩვეულებრივად გაიარა და მე აი გოგიმ რო ჩაწერა თბილისობისთვის სწორედ ეჩემის იდეა იყო მე უკვე რაღაცა სხვა კუთხით დარჩა ნუ ხა საავტორო შესრულება ძალიან საინტერესოა განსაკუთრებული გურმანი და ბახუს დაწაფებული არასოდეს ყოფილა თუმცა ქართულ სუფრასთან მოხენა უყვარდა ჯანმრთელობას არასდროს უჩიოდა 60 წლის ასაკში გულმა შეაწუხა იშემიურ დაავადებას ხანგრძლივად მკურნალობდა როგორც ჩიდი გალიაში როგორც მუჩი ბებელა ფრთხიალებდა ჩუმად პეთქა სიცოცხლის სანთებელა რაბედის ხარარა ვარსკლავის სულ შენახარ სამიზნე ნურც ერთხის არსულაიცთე ულო სალამ გამიზნე ეს რამხელა რაუზირო დარაგამ ძლე გამოდეთ ჯოჯო ხეთის დამტარნო მაზაძინა სამო ჯოჯო ხეთის დამტარნო მაზაძინა სამო თბილისიდან გორამდე მგზავრობას საათზე მეტი დასჭირდა.
ჩავედით, ცოტა დაღლილები კი ვიყავით, მაგრამ აი გეფიცებით ყველაფერს ერთი წუთით როგორ დაუშვებს ადამიანი რომ მე ახლა იქ რო ჩავალ, ან ახლა სადღაც რომ მივიდე, მე რაღაცა მომივა. ეს დაუშვებელი იყო, იმიტომ რომ ეს ადამიანი თავს ცუდად არ გრძნობდა. ყოველ შემთხვევაში ესე ჩანდა. კომპოზიტორის უამრავმა თაყვანისმცემელმა მოიყარა თავი. კონცერტზე დასწრების ყველა მსურველს გორის თეატრი ვერ იტევდა. სავსე იყო დარბაზი, მოლოდინი იყო ძალიან დიდი ქალაქში, ისე რომ ერთი ადგილი ახლა აი ამ დარბაზს რო უყურებთ, ახლა ცოტა შეცვლილია, მაშინ ეტევოდა 500 კაცი. და 500 კაცი კი არა, დაახლოებით 700 კაცი მაინც იყო, იმიტომ რომ ჩამოსასვლელებზე პარტერში, შუაში, კიბეებზე, ზემოთ ადგილი არ იყო. გორში ჩასვლა დააგვიანდა გოგი ცაბაძის ვაჟს, კომპოზიტორ კახა ცაბაძეს. ოჯახის წევრის მოლოდინში ხელოვანმა კონცერტის დაწყებაზე უარი თქვა. 19 საათისთვის დაგეგმილი შემოქმედებითი საღამო 1 საათით გადაიდო. დაიწყო კონცერტი, მოკლედ ინგრევა იქაურო, მაგრამ მე ვარ ამ გოგიას სიმღერას. არია და ბოლოს მე დარბაზში ჩავედი და მე მაგდენი ყვავილი, ხა მე ბევრი ყვავილები მინახია, მაგრამ მაგდენი არ მინახა, საიდან ყრიდნენ ყვავილებს ესე და ეს ყვავილების იმაში გამოიარა და ამოიყვანეთ სცენაზე, რაღაცა მე ვიხუმრე, რაღაცა თქვი მიკროფონთან ამანაც რაღაც თქვა და წავიდა ვერთან დაჯდა. მე სცენიდან გავედი და თამრიკო კულისებში დგას მაგისტორი და მეც გვერდზე დგევარ. სცენისკენ მიმავალი კომპოზიტორი ოჯახის წევრებს მიუახლოვდა. ჩვენ ცალკე დაგვიდგეს ძალა მეოთხე მეხუთე რიგის რაღაც იქ შუაში გასასვლელში ერთი სკამი მე და ჩემი გოგო დავისვი. ამას რატო ვამბობ, რომ მე კონცერტის ბოლოს, როდესაც მამა გამოიძახეს სცენაზე, თხოვეს რომ მოგზავნით ბატონო გოგი იქნებ, გითხრათ 2 სიტყვა და შეგვისრულოთ რა. მაშინ რო ადიოდა, სწორედ თათას აკოცა და ეს ბოლო კოცნა თათას დარჩა ბაბუსგან. წინასწარ გაწერილი რეპერტუარის თანახმად კომპოზიტორმა რამდენიმე სიმღერა თავად უნდა შეასრულოს. დაიწყო სიმღერა. და ხედავ რომ რითმი ძალიან ნელია რა. ხო და ეგ სიმღერა ხო ვიცი მე ტემპი. რაღაცა ნელა უკრავს, ნელა. თამრიკო რა ხდება მე უთხრა და აი მე არ მოკვდესობო მითხრა. რაღაც უცნაურად დაიღალა. უცნაურად მოსწყდა დროს. ჯერ იყო აღსარება ამ ეკლესიას. უფალს უცნაურად დასჯა შეევედრა. შემდეგ კვლავაც უცნაურად გაისმის სიტყვები. ავდგეთ ფეხზე ვუგალობოთ სწორედ ამ გულს. ახლა რომ აფეთქდება.
წამზომი წუთი სოფლის სტუმრობის უკანასკნელ წუთებს ითვლის. თავად სტუმარმა არაფერი იცის. კომპოზიტორი მძიმე ნაბიჯებით კულისებში გადის. შემოვიდა გოგი. დროზე ქენი თუ რა, პურმარლი ველოდივენო კაცო, ის რაიკომის დივანი და ესენი ვისთიანო და დროზე წავიდეთ და გოგი ვეხუმრე, გოგი და ჩამოჯდა სკამზე ჩემზე. მოდი ნახევარი ყვავილები გავყიდოთ, მეოთხარი ფულს ვიშოვით, იმდენი ყვავილებია მეოთხარი. ნამდვილად ეს სკამი ხედა ვიწევა ესე. ხო და ვიფიქრე, ალბათ ფეხი მოტყდა მეთქი სკამს და რო თავი რო არ დაერღა, ვარდება სკამიდან და ხელი შეუშვირე და გადმოვარდა. დაიწყო წინასწარ წაგებული ბრძოლა. ელვის სებურის ესტრაფით გავცელდა ის, რომ ბატონი გოგიაც სუდად ყველა პროცედურა ჩატარდა, რაც უნდა ჩატარებულიყო. ასე დროს რაღაც მახსოვს საშინლად დიდი ნემსი იყო, რომელთაც შევიდნენ გულში. იკეთდებოდა მასაჟები, არ ვიცი, ვიდრე სასწრაფო მოვიდა, საოცარი ის იყო, მაყურებელი არ დაიწრა. მაყურებელი იდგა დარბაზში, ფოიეში, გარეთ, გაისო უკანა მხარე თეატრის. გარენტული დარბაზის თვალწინ ერთი ეპოქა დასრულდა. გოგი ცაბაძეს გულმა უმტყუნა. როგორც ჩიდი კალიაში, როგორც ლუჩი ბებელა, ფრთხიანებდა ჩუმად პეთქა. გავადროდა კომპოზიტორის მეგობარი გიზო ნიშნიანიძე ბრძანებს. გოგი ცაბაძე ფეხზე მდგარი შეხვდება სიკვდილს როგორც სოფოკლე. როგორც ჯარისკაცები ეცემიან ბრძოლის ველზე. იგი ფარდასთან ერთად დაეშვება მშობლიურ მიწაზე და მის თბილისურ ხანგთან შესიტყვებული მორის ფოცხიშვილი იტყვის. ქუდები მოიხადეთ ბატონებო. უკანასკნელი ყარაჩოღელი ემშვიდობება თბილისს. ჯოჯოხეთის დამტა ჯოჯოხეთის დამტანო პაცაცინა თვითონ ღმერთი წამებული შენ ერთს გწყალობს ისე ხოდოდ გულში განისმენებს, ხოდოდ გულში ისმენებს, გულოს სანამ